სახელითა ამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამჯერად. ძმანობა და სოფიო მასწავლებელი ათანასე დიდი ალექსანდრის პატრიარქი, რომლის ქადაგებებიც, როგორც იოანე ოქროპირის ქადაგებები, არის აღიარებული ეკლესიის მიერ, როგორც უტავი წყარო ჩვენი სულიერების, ამაღლების. უბრალოდ იოანე ოქროპირის ქადაგებები ინახებოდა სამეფო პალატებში, მეფე იცავდა ამ ქადაგებებს, ხოლო ათანასე დიდის ქადაგებებს ემტერებოდნენ და წვავდნენ და შედარებით ცოტა შემოგვჭა, მაგრამ რაც შემოგვჭა, რა თქმა უნდა, ოქროს ფასია. ათანასე დიდი ამბობს ერთ თავის ქადაგებაში. მთელი სამყაროს მეუფისა და ქვეყნის მპყრობელი ღმერთის სიტყვითა და ძალით ქვეყანა ბრუნავს. ვარსკვლავები ანათებენ, მზე ამოდის, მთვარე მოძრაობს, ჰაერს მზის სხივები ეფინება, ეთერი თბება, ქარები ქრიან, თებიცას ებჯინებიან, დედამიწა ნამობს იძლევა, კაცი იბადება, ცხოვრობს და კვდება. ყველაფერში ღვთის სახება აღბეჭდილი და ჩვენთვის ბოძებული სიბრძნეც ჭეშმარიტი ღვთაებრივი სიბრძნის დასტურია. ესე იგი, რა ლამაზად თქვა ათანასე დიდმა, მთელი კაცობრიობის ცხოვრება, თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრება ესე ლამაზად მოხაზა და მე მინდა ვთქვა, რომ ადამიანი ხო სულიერი არსება, ადამიანი ხო ცხოველი არ არის და სულიერი არსება რადგანაც არის ადამიანი, მას გააზრებული აქვს, რომ ბედნიერებისთვის საჭიროა მარადიულობა. გამიგეთ? ხო არ არის? ესე იგი, ადამიანი, რომელიც ცხოვრობს მარტო ამ ქვეყნიურით, ხო? რაც არ უნდა იყოს იქ ქვეცნობიერში ხო აქვს, რომ მოხდება და წავა ამ ქვეყნიდან. ამიტომ მან თუ ეს საკითხი არ გადაწყვიტა, მარადიულად რა ხდება, როგორ არის? მაშინ ის არის სულიერი ჩიქში და არის სულიერი ავადმყოფი. რაგინ კარგად იყოს, ყველაფერი კარგად მიდიოდეს და ასე შემდეგ. ამიტომ ჩემო ძვირფასო, ჩვენც აი დავაკვირდეთ ჩვენ თავს, როცა ჩვენ არაეკლესიულები ვიყავით, როდესაც ეს საკითხი ჩვენთვის ან გაუგებარი იყო, ან არ ქონდა შემეცნებული, ხო? ჩვენც შეიძლება კარგად ვიყავით, კაი დროსაც ვატარებთ, ყველაფერი კარგად, მაგრამ უბედურები ვიყავით, შინაგან ადამიანი უბედური. არაეკლესიული ცხოვრების გარეშე ადამიანი უბედურია, რაგინ თქვას, რომ ვითომ ბედნიერია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, იგი უბედურია. სულიერად ავადმყოფია უბრალოდ, რა არის საქმე, ეხლა უნდა მოკვდე ამის გააზრება, ხო? ეხლა გინ დამალეს და ჩაკალი რომ არა და კომუნისტების არ იყო პუსიკ და ბუძეთ სოლცე, პუსიკ და ბუძეთ მამა, პაპა, პუსიკ და ბუდუია, ეს რა არის? ამითი ვერ გადაწყვეტ ამ საკითხს, ხო? ეს პირიქით სასაცილო. და ერთადერთი დედამიწას, ერთადერთი იდეებს, რელიგიებს და ასე შემდეგ, ვინც ეხება მარადიულ ცხოვრებას, ეს არის ქრისტიანობა. ამიტომ ერთადერთი ქრისტიანობას და ამ ქრისტიანობაში ბევრი მიმდინარეობებია. მე ვამბობ, ერთადერთ ჭეშმარიტ ქრისტეს ეკლესიას, რომელიც ჩვენ ვწამსვ, ეს არის მართლმადიდებელი ეკლესია,
მხოლოდ ამ წიაღში არსებობა, მხოლოდ ამ წიაღში ეკლესიური ცხოვრებით ადამიანი წყნარდება და ყველაფერი თავის ადგილზე რაგდება. ჩვენ როდესაც ეს ჯერ არ მქონდა გადაწყვეტილი, ხო? რა დღეში ვიყავით, რამდენი პრობლემა, როგორც კი გავხდით ეკლესიურად, როგორც კი მოვიდა ღვთის მადლი, იმ წამსვე გასწორდა ყველაფერი და იმ წამსვე დავარდა. ამიტომ არის საქმე მოციქულთაში, როდესაც წარმართები გაუგებრად ცხოვრობენ და რას აკეთებდნენ, არ იცოდნენ, როგორც კი შეეხებოდა ღვთის მადლი და პავლე ან პეტრე ან 12 ან 70 მოციქულის და შემდგომ მათი მოწაფეების სწავლები, როცა ისინი მიიღებდნენ ამ ჭეშმარიტებას, იმ წამსვე წყნარდებოდნენ და სულიერად გაწონასწორებული ხდებოდნენ. ჩვენი მეფე მირიანი ცხოვრების ბოლომდე მადლობდა ღმერთს და ამბობდა მადლობ ქრისტე ღმერთო შენ რომ ვიყავი სიბნელეში და მომადლე ნათელი ამ გააზრებით ზუსტად. ხოდა ღმერთი ამბობს მათესა ქრისტე ამბობს მათესახარების მიათე თავშია ყოველმა რომელმან აღიაროს ჩემ დამო წინაშე კაცთა მეც ვაღიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა და რომელმან უარყოს მე წინაშე კაცთა უარყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემის ზეცათასა. რა არის? შეიძლება ვინმე მიფიქროს რომ ეს რა არის, თუ აღიარებ ქრისტეს შენ ისეც აღიარებს, თუ არ აღიარებს ის შენ ხაზს გადაგისმის. მაგრამ ეს ასე არ არის. აქ იცით რა შეესაბამე. აქ რა იმიტომ გავაკეთეს შესავალი რომ ღმერთი აკეთებს ყველაფერს. აი 8 მილიარდი ადამიანი, ხო? ახლა ამ ნიუანსებში ამას ჩვენ ვერ ჩავწუდებ. ხო? ვერ ჩავწუდებ. მაგრამ ღმერთი ამ 8 მილიარდ ადამიანს თითოეულს თვის აკეთებს ყველაფერს რომ ცხონდეს ის ადამიანი. და იმ დონეზე აკეთებს რომ თუ შენ არ აღიარებ ქრისტეს, ესე იგი ხარ უბრალოდ უმადო. გამიგეთ? ამიტომ ღმერთს ისე აქვს მოწყობილი რომ ყველაფერს აკეთებს რომ გახდე ქრისტიანი. და ვინც არ გახდება, გამოდის რომ ის ყველაფერს აკეთებს რომ არ გახდეს ქრისტიანი. გამიგეთ? ამიტომ ამბობს ღმერთი აქ დიდი სიღრმე აქვს ნაჩვენები ფსიქოლოგიური, რომ ვინც მე არ მაღიარებს, ანუ ის არის უბრალოდ უდანური ადამიანი. აი ძალიან რომ გავშალოთ მე რეფერები მას ყველაფერს ვაკეთებ ყოველ დილით შუადღეს საღამოს ძილის დროს ყველაფერს ვაკეთებ რომ ეს ადამიანი მოვიდეს მართლაც რომ ნახოთ ჩემო ძულას მაგრამ ძალიან ბევრი არ არის ქრისტიანი ხო გამიგეთ ამიტომ წერია აქ იმაზე კი არ ლაპარაკი იმაზე კი არ არის ვინც არ აღიარებს ქრისტეს ამის გამო ღმერთი როგორ გადაუსვენს მას ხაზს და აქ ლაპარაკია იმაზე რომ ესეთი ადამიანი საპირწონია რაღაც უარგისი და ბოროტი ადამიანის გამიგეთ ამიტომ ხდება და ნახეთ ამის ნათელი დამადასტურება იერუსალიმ როდესაც ჩადის მაცხვარი იერუსალიმში რამდენჯერ მინდოდა შემომეკრიბე მაგრამ არ ინებეო და მართლაც ნახა ეხლა ეს მაგალითი რო ავიღოთ რას არ აკეთებდა მაცხვარი რო იუდეველები ნაწილი მოიქცა რა თქმა რომ მოქცეულიყვნენ რას არ აკეთებდა მკვდრები აღადგინა ყველა ბრმა პალესტინაში და შემოგარენებში რომ მოდიოდნენ განკურნა ყველა კოჭლი ფეხზე დააყენა ყველა მაშინ კიბო არ ერქვა ეს ყველა ესე ძიმესენი დაავადებული განკურნა ეს ხო მართლაც ხდებოდა თითოეულ ადამიანს ბოლოს ესე კი რა მოხდა რა სასწაული რომ 5,000 ქალი 5,000 კაცი 5,000 ბავშვი 5,000 უფრო მეტ 15,000 კაცს არაფრისგან 2 თესლისგან და 5 პურისგან დააპურა ყველა ანუ მაცხოვარი ხელში ამრავლებდა შემწვარ თესლს ესმი და პურს აი ახლა არაფერი არ მაგრამ უცებ მოციქულებმა რო უთხრეს რომ როგორ დავაპუროთ
გამზა მოდი თქვენ ჩემთან და ხელებში ჩნდებოდა ყურები, აძლევდი, ეს მიდიოდა თევზები ჩნდებოდა შემწვანთან, აძლევდა გესმით რა სასწაული. ამას რო ყველაფერს გააკეთე, კიდე რამდენი გამოვტოვე. და კიდე გაოცებულია, გაოგნებულია თუ შეიძლება ასე ვთქვა წყალებში ქრისტე. და ამიტომ ამბობ იერუსალიმი რამდენჯერ მინდოდა და მოკლედ რომ ვთქვა და გავშალოთ რა არ გავაკეთე და მაინც არის. ამიტომ ამბობს. აი აქ ეს სიტყვები არ მიესადაგება ახლა უმადურ ბას რომ ვინც მე არ მაღიარებს მეც არ მაღიარებ მას. იმიტომ რომ არ მოიგინე რა გააკეთა რა და უფრო მეტიც აღიარებას კი არის მივიდნენ და ჯვარს არწვეს ესეთი აკაცებული ესეთი კაცი ჯვარს არწვეს გამიგეთ რა არის ადამიანი შემოწმებას რომ ამიტომ ამიტომ არის ჩემო ძვირფასებო რომ იქ სადაც ჩვენ პრობლემა გვაქვს სადაც ჩვენ რამე პრეტენზია გვაქვს ღმერთისადმი ეს არის დიდი უმადურობა და მე ნახეთ რას ამბობდნენ როდესაც თქვათ ეშმაკეულებს კურნავდა ნუ იგივე მტრებს აღადგენდა და ყველაფერს რას ამბობდნენ ფარისევლები ხედავ ადამიანის ბოროტი ესეო ეშმაკთა მთავართა თავის მიერ კურნავსო და ამ თავისუფლებს ეშმაკებს ესე იგი ყველაფერზე ქონდათ საპირისპირო ჩემო ძვირფასებო იცით ეს რა ტიპაჟის ადამიანები არიან დღეს აი დღეს რო ამბობენ ხო რომ აი ღმერთმა რატო ეს ატოცა რატო ის მოზე იმას რატო არ მაძებს აი ეს დაუსრულებელი უმადურობა ჩემო ძვირფასებო მაცხოვარს პირიქით ეუბნებიან მიდიან და შაბათს რატო ყურნებო ესე იგი თვითონ არიყვნენ თვითონ იყვნენ ჟურის დამრღვევები და ყველაფრის დამრღვევები და ბოროტი ხალხი და როდესაც მაცხოვარი შაბათს კეთრის საქმეს აკეთებდა შენო ჟუნს არბეო დღესაც არიან ეგეთები ჩემო ძვირფასებო ძალიან ბევრი სასულიერო პირი რომელიც ჭეშმარიტი მართლმადიდებელი იყო დააბრალეს წვალებლობა და ნესტორიანელობა და რაღაცები გამოიგონეს რატო თვითონ წვალებლებმა და თვითონ ჟულის უარყოფელებმა მოიშველეს ჟული გამიგეთ რა ბოროტება ხო და მოკლედ ამიტომ ყველაზე ძვირფას რაც ღმერთმა მოგცა ხო რომ მოვიდა მესია ხო საინტერესო იყო მესია მოვიდა ჩვენს გადასარჩენად და რას მოგცემს მესია ხო ზებედეს იაკობისა და ივანეს დედა მივიდა და მაცხოვარს უთხრა რომ აი ახლა სამეფოს რო შექმნიო ჩემი შვილები პირველ ადგილზე დააყენე გამიგეთ პირველ ადგილზე დააყენე და მაცხოვარი და რა მოგცა ხო მართლაც მაცხოვარმა ეს მოხდება ბოლოს საბოლოოდ მეორედ მოსვლის დროს მარადიული ბედნიერი ცხოვრება და ეხლა მანამდე კიდე ვინც მიდის სამოთხეში მაცხოვართან მაგრამ რაღაც ხო უნდა ეთქვა მაცხოვარს და რა მოგცა მაცხოვარმა მოგცა სინანული ესე იგი მაცხოვარმა თქვა შეინანეთ მოახლებული არ სასურველი ცადა ეს რას გავს იცი აი ძალიან ჩვენ ხო მატერიალურები ვართ ძალიან აი ვიღაცამ რომ ჩეკი გამოწეროს $1 მილიარდი ხო სიტყვაზე ვამბობ და მოგცეს აუ რა სიხარული იქნება ხო ადამიანში გაუხარდება ადამიანს ხო და ძალიან ღრმად ქრისტიანი უნდა იყოს რომ ეს მიიღოს რაღაც სხვანაირად ან საერთოდ არ მიიღოს და საერთოდ გასცეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ხო და აი ეს არის
ასე ვთქვა, ძალიან უბრალო ენით, უხეშიანი დრო. მაცხოვრის მიერ მოცემული. შეინანეთ მოახლებულ არსასუფელი ცათა. აი ამ ასე ვთქვა. სხვათა შორის ეს წერხვა ისასუფელში. აი ეს არის სინანული. მაცხოვარმა მოგცა ამით დასტური იმისა, რომ სინანულის შემთხვევაში ჩვენ ვაღებთ 60 კარებს მარადიულ ნეტარი ცხოვრებისთვის, ხო? რა მილიარდზეა ლაპარაკი ჩემი ძვირფასი. ენით აუწერელ სიმდიდრეს. ლაპარაკი თან ენით აუწერელ ბედნიერებას და თან მარადიულს. აი რამხელა დიდი მნიშვნელობა სინანულს. დღეს ჩემო ძვირფასებო სისოი დიდის ხსენება აქ არის ხატი. აი აქ არის ძალიან საინტერესო ხატი. სისოი დიდი დგას ალექსანდრე მაკედონელის ჩონჩხთან. გაკვირვებული. და რატო დახატა ეს ხატვა? იმიტომ რომ ალექსანდრე მაკედონელზე დიდი ამ ქვეყნიური სიმდიდრით ყველანაირად არავის არ მოუპოვებია. არც ერთ მეფეს, არც ერთ ხედავთავარს, არც ერთ პრეზიდენტს არავის მსოფლიოში დანარჩენი ყველა უდარესი. გამიგე? ამიტომ უმაღლესი ალექსანდრე მაკედონელია, რომელმაც იმ დროს მაშინ ახლა ავსტრალია, ამერიკა, იქით რუსეთი ესენი არ არსებობდა და რა სამყაროც არსებობდა, ყველგან შევიდა და დაიპყრო. და მისი იყო ყველაფერი. უამრავი სიმდიდრე, ოქრო, ვერცხლი, ბრილიანტები, რავი, წარმართი იყო ქალები, ყველაფერი, მონები, სულ ყველაფერი მის ხელში. გესმით? აი ესეთი ადამიანი, აი დღეს რა ხედა, ჩონჩხი სასაცილო არის ცხოვრება. ჩონჩხი და ახლა ქვემოთ უფრო და დრო დავეშვათ, ზოგმა ნახევარი მსოფლიო დაიპყრო, ზოგმა მესამედი, ზოგმა რაღაც პატარა ქვეყნის პრეზიდენტია, ზოგი კიდევ უფრო დავეთ რომ წამოვიდა, ზოგი დირექტორია სკოლის, ესეც კაი, მაგრამ ეს უკვე ამასთან გესმით ხარ? რა უნდა გააკეთო ახლა ალექსანდრე მაკედონელზე მეტი რომ სახელი გაითქვა და რომ სიმდიდრე და აჰა ბატონო შეხედა ჩონჩხი არ არის სასაცილო ჩონჩხი არაფერი აი ეს არის ჩვენი ცხოვრება ამიტომ ყველა დაჩაგრულის იმედია ეს რა გაგება ყველას ვისაც პრობლემა აქვს ან ფული არ აქვს ან შვილი არ ყავს ან მაინც ამოვება ეს ყველაფერი შვილიც, ცოლიც, ნაცაობაც, ყველაფერი ჩვენ მარტო გავფრინდებით ერთი პიროვნები ქრისტესთან და ის გამჟის. ცოლის გარეშე, შვილების გარეშე, სიმდიდრის გარეშე, ყველაფრის გარეშე ჩვენ მარტო წავა ქრისტესთან. გამიგე? აი ეს არის, აი სინანული. ეს არის ყველაზე დიდი რა, რითაც ჩვენ უნდა მარადიული ცხოვრება გაგვეხსნას ამის გარეშე არაფერი არ იქნება. აი სისოი დიდი და ეს ნახატი არის დიდებული ვინმე რო იტყვის ვერაფერი ვერ გავაკეთე ამ ქვეყნად თქვათ იგულისხმებ ცოლი ვერ მოვიყვანე ოჯახი ვერ შევქმენი ფული ვერ მიშოვე თანამდებობა ვერ მიშოვე უნდა უთხრა მოდი აგენაცვალე შეხედი აგებ შენ რაზე დაგდო ალექსანდრე მაკედონელმა ყველაფერი გააკეთა თან რა დონის ყველაფერი და ნახე დღეს რა აი ჩონჩი გამიგე რას დაგდო ერთადერთი დებელი ადამიანს აქვს ეს არის ჩემო ფასებო ცოდვა და რომ მეთქმა ვაპატიოს ეს ჩვენი ცოდვა იმდენად ერთს დავუმატეთ იმიტომ რომ სისოი დიდის ცხოვრებაში იმდენად საინტერესო სულიერი დარიგება როდესაც მას ეუბნებიან რომ კაცი რომელიც იმრუშებს ერთი წელი უნდა კონდეს სინანულიო და სისოი ამბობს ძალიან წარეაო ერთი წელი და ძალიან დიდიო. აბა რამდენი? 3 დღე. ეს 3 დღეში თუ შეინარებს მერტი აპატიებს. ეს რა მოწყალე იყო სისოი დიდი. და წარმოიდგინეთ რომ როგორც სინანულის შემთხვევაში რა თქმა უნდა სისოი დიდი და ჩვენ ვიცით რომ 20 წლით და 10 წლით უზიარებლობაა ჟულის კანონში, ხო? როგორი სიმკაცრეა, მაგრამ იცით რატო? მაშინ არავინ არ იმრუშო. და ვინც იმრუშებდა ის უბრალოდ ეშმაკეული. ახლა სხვა დრო მოვიდა, ახლა
გამიგედა ესე იგი ეშმაკეული იყო და იმდენად გაუგებარი იყო მუშობა მაშინ თუ ეკლესიური იქნებოდი რომ აი ესეთი მკაცრი თუმცა იქვე მამები ამბობენ დერმა შეხედოს სინანუს მიაქციოს ყურადღება და არა დროს მარიამ ეგვიპტელი აიღეთ რომელმაც როგორი მუშებაში გაატარა 17 წელი მივიდა აღსარება და იმ დღესვე აზიარა არაფერი 20 წელი და 10 წელი იმ დღესვე აზიარა ეპისკოპოსი და კიდევ ერთი მთავარი როდესაც სისოის ეუნებიან თუ კაცმა იმრუშა უნდა შეუნდო თუ მეორე დღეს კიდევ უმუშა კიდევ უნდა შეუნდო თუ მესამე დღეს და სიკვდილამდე სულ ესე გაგზა ყოველთვის უნდა შეუნდო ამბობს სისოი დედი მე ამას რატო ამბობ იმას კი არ ამბობ რომ იმრუშებდა მე შეინანით რა თქმა უნდა არა მაშინ გამოდის სისოი ამას ამბობს არა სისოი უბრალოდ მოწყალებით ამბობს ამას და ამით გვაჩვენებს რომ ღმერთი როგორი მოწყალია და აი დღეს რომ დავიწყე მე სიტყვა როგორი მოწყალია ღმერთი ოღონდ შენ შეინანე ოღონდ შენ მოდი და ღმერთი იმწავსვე ყველაფერს გაპატიებს და კლასიკური მაგალითი იერუსალიმი რამდენი რამე გააკეთა მაცვარა და რა ადამიანები რომ როქს არ წამს ეს იერუსალიმი გრძელდება დღესაც იგივე საკეთებს მაცვარ ერთი წამითაც უკან არ იხევ არც ერთ მათგანზე თითოეულ 8 მილიარდ ადამიანზე მაგრამ ნუ თავის არჩევანია ადამიანს ქრისტე არჩევს ესე იგი მე